ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი რამ რის მოწმეც გავხდი. ამ ზაფხულს ჩემ შვენიერ შეყვარებულ ბეტინასთან ერთად მონაკოში ვიყავით. ჩვენ მანქანით ვსეირნობდით და ვნახეთ, რომ სუპერქარების, ბუგატების, ფერარების და სხვათა 50%-ს ყველას უკრაინული ნომრები ჰქონდა. არავის ჯერა რომ ამ ყველაფრის ფული უკრაინაში კეთილსინდისიერად იყო გამომუშავებული. მე ნამყოფი ვარ უკრაინაში 20 წლის წინ. იქ არ იყო სიმდიდრე სიჭარბე და ამ დროს ვხედავთ, რომ იქ მეორე პირს აპატიმრებენ $100 მილიონი მოპარვისთვის. გესმით ამბები იმის შესახებ, თუ რა ხდება ქვეყანაში კორუფციის კუთხით. ფაქტია, რომ მონაკოში სუპერქარებზე, ბუგატებზე უკრაინული ნომრებია. დიდრები გაიქცნენ და დატოვეს ისინი, ვისაც გლეხების კლასად მიიჩნევდნენ. რათა ომში ისინი დახოცილიყვნენ. ასე რომ არ არსებობდა გაჩერების мотиваცია, რადგან ვიდრე ფულის მატარებელი მოდიოდა და ისინი მას იპარავდნენ. არავინ არაფერს ამოწმებდა, ლიდერებს გადაწყვეტილების მიმღებებს არ ჰქონდათ არანაირი მოტივი დაემყარებინათ მშვიდობა. არაფრით განსხვავდება პუტინისგან, ამ ომებში ოლიგარქების შვილები არ ებრძოდნენ, არამედ ვიღაცები ციმბირიდან, რომლებსაც ისინი იქ გზავნიდნენ. მან გამოიყენა ომი ქვეყნის საწარმოო სიმძლავრეების აღსადგენად. ძალიან ცხადი იყო, რომ სანქციებმა, რომლებიც ჩვენ დავაწესეთ, ვერაფერი გააკეთა რეალური დახმარებისთვის. ერთადერთი რაც ამან გამოიწვია იყო ნავთობის ფასის ხელოვნურად გაზრდა, რამაც ომის ხარჯების დაფინანსება უზრუნველყო. ამავდროულად განავითარა საწარმოო ბაზა, არავის ჰქონდა мотиваცია მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად. ზელენსკი მიცოდა, რომ არჩევნებს ვეღარ მოიგებდა და ისინი ქურდობას აგრძელებდნენ. პუტინი აძლიერებდა თავის წარმოებას, ჩვენ კი შედეგად მივიღეთ მილიონობით ახალგაზრდა, რომლებიც არაფრის გამო დაიხოცნენ. თქვენ ამბობთ, რომ უკრაინას აქვს კორუფციის მასშტაბური პრობლემა. ეს იყო რუსეთზე გაცილებით კორუმპირებული ქვეყანა, როგორც ეს შეფასებული ჰქონდა თავად ამერიკის მთავრობას ამ ომამდე. მაგრამ შემდეგ ომის გამო და იმის გამო, რომ ზელენსკი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მარკეტოლოგია, ის თითქმის ღვთაებად იქცა. განსაკუთრებით მემარცხენე ლიბერალებისთვის, რომელთათვისაც ზელენსკი უცოდველი იყო. ის კრიტიკის მიღმა იდგა. წლების კორუფცია, წლების ანგარება და ქურდობა მსოფლიო სცენაზე. რის შესახებაც ამ ოთახში ყველა მიცოდა, რომ ხდებოდა, სრულად მიეტევა. და ეს სასაცილოა. ეს ნიშნავს, რომ რეალობას ვერ აღვიქვამდით. ვარაუდობთ თუ არა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ხელს აიღებს უკრაინაზე. ფიქრობ შესაძლოა ასეც მოიქცეს. მამაჩემში კარგი და უნიკალური ის არის, რომ არ იცი რას გააკეთებს. ფაქტი, რომ ის არაპროგნოზირებადია, არ მიჰყვება ყველა იმ მასხარა სცენარს, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში ბიუროკრატიას წარმოადგენდნენ. თქვენ არ იცით, რას მოიმოქმედებს ის, და ეს აიძულებს ყველას რეალურად იმოქმედონ საღი აზრიდან გამომდინარე, რაც ძალიან დიდი ხანია არ მომხდარა. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.